ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებული ლევან ცინცაძე პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. პატიმარი, რომელიც უკვე მე-6 წელია საკუთარ დანაშაულს ადვოკატების დახმარებით იკვლევს, შეწყალებაზე უარს ამბობს და სიმართლის გარკვევა საპყრობილეში ელოდება. ადვოკატების საქმეს დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ და ამბობენ, რომ გამოძიების სწრაფად დასრულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი მაღალჩინოსნები იყვნენ დაინტერესებულნი. იპოვეს თუ არა რეალურად ლევან კალაძის გვამი და რატომ გადაუმალეს სასამართლოს მთავარი თვითმხილველი, ამაზე პასუხის მიღებას ცინცაძე ახალი გამოძიებისგან ელოდება. ლევან ცინცაძე უკვე მე-7 წელია სასჯელს რუსთავის მე-6 საპყრობილეში იხდის. ამ ხნის განმავლობაში მსჯავრდებულის ოჯახი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. ბრალდებულის დედა იხსენებს, რომ დანაშაულის დროს მისი ვაჟი სახლში იმყოფებოდა. იმ პერიოდებში იყო ავად, რომლის ცნობები გვაქვს, ტელეფონი, რომელიც ლევანს ჰქონდა, აი სულ გვიჩვენებს, რომელ სანზონის ტერიტორიაზე იყო და უბრალოდ ფიზიკურად ვერანაირად ვერ იქნებოდა 23 მაის დიღმის მასივში. რკინიგზის საავადმყოფოს დარაჯი, რომელსაც ლევან კალაძის გამტაცებლის ამოცნობა შეეძლო, სასამართლოში არ დაუბარებიათ. ბრალდების მხარემ ის ჯერ მიცვალებულად, შემდეგ კი გონება შეზღუდულად გამოაცხადა. მოგვიანებით ადვოკატების მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ყარამან ნაბახტეველი სრულიად ჯანმრთელი იყო და კარგად ახსოვდა ის მამაკაცი, ვინც კალაძე გაიტაცა. ბატონი ნაბახტეველი ამბობს, რომ ადამიანი, რომელმაც გამოიყვანა ლევან კალაძე, ეზოდან იყო 48-50 წლის. ბატონი ლევან ცინცაძე, რომელიც აბსოლუტურად უკანონო დამწუჭში იხდის სასჯელს და არის მსჯავრდებული 25 წლით, ის მაშინ იმ დროისთვის გახდათ 26 წლის. ადვოკატები ერთ-ერთ მოწმეზე დაყრდნობით ყვებიან, რომ 2006 წლის 8 იანვარს ღამით მუხათგვერდის სასაფლაოზე რამდენიმე საფლავი გახსნეს. სამართალდამცავები 2001 წელს ვაზის უბანში აღმოჩენილი უცნობი მამაკაცის გვამს ეძებდნენ, რომელიც შესაძლოა ლევან კალაძე ყოფილიყო. მთელი ღამე გვამის ძებნის პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ადვოკატები ფიქრობენ, რომ არც 2001 წელს აღმოჩენილი და არც 2006 წელს ექსჰუმირებული ცხედარი ლევან კალაძის არ იყო, რადგან ცხედრის ფრაგმენტი, რომელიც გამოძიებამ ამერიკაში კალაძის იდენტიფიცირებისთვის გაგზავნა, არც ერთ გვამს არ ჰქონდა. საქმეში არსებობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული პასუხი და მომართვა, რომ იქ შემოწმებული იქნა ქვედაყბის ძვალი და უბრუნდებათ ეს ქვედაყბის ძვალი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვებს ვადებს, თუ 2006 წელს ექსჰუმირებულ გვამს არ ჰქონდა ქვედაყბა, როგორ მოხდა ის ამერიკაში. ლევან ცინცაძეს ბრალი იმ ჩვენების საფუძველზე წაუყენეს, რომელიც საქმეში ბრალდებულმა მეორე პირმა მერაბ ამისულაშვილმა ერთი თვის შემდეგ მისცა. ამისულაშვილს საპროცესო შეთანხმებით 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ცინცაძეს კი 25 წელი.